აგრძელებთ ვებინარების ციკლს და დღეს წარმოგიდგენთ ციკლის მე-6 ვებინარს, რომელიც შეეხება თემას ტრანზიცია. მოხარული ვარ, რომ დღეს ერთად მიმსჯელებთ თემაზე, რომელიც თითოეული ბავშვის საგანმანათლებლო გზის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი გახლავთ. ტრანზიცია არ ნიშნავს მხოლოდ ერთი სივრციდან მეორეში გადასვლას, ეს არის ცვლილებების პროცესი, რომელიც მოითხოვს ახალ გარემოსთან, ახალ მოთხოვნებთან, ახალ ურთიერთობებსა და ახალ როლებთან ადაპტაციას. სწორედ ამიტომ ტრანზიციის წარმატება ხშირად განსაზღვრავს იმას, რამდენად თავდაჯერებული, რამდენად მოტივირებული ან ჩართული ვიქნები თავად პროცესში, ან მასწავლებლებიან ჩემს ირგვლივ მყოფი პირები, რამდენად ჩართული იქნებიან თავად აი ამ პროცესში. დღევანდელ ვებინარზე ვისაუბრებთ ტრანზიციის ორ მნიშვნელოვან ეტაპზე. პირველი შეეხება პირველ კლასელთა სკოლაში შესვლის პროცესს, იმ პერიოდს, როდესაც ბავშვი პირველად ხდება სასკოლო საზოგადოების წევრი, განსაკუთრებით საჭიროა ამ შემთხვევაში კოორდინირებული მხარდაჭერა ოჯახის, მასწავლებლების და ახლობლების მხრიდან. ხოლო მეორე ნაწილში, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ სკოლიდან პროფესიულ სასწავლებელში გადასვლაზე, როდესაც მოზარდი უკვე იცენს პროფესიას, აყალიბებს თუ ვინ უნდა გახდეს, ვინ უნდა გამოვიდეს, რა გზას გაჰყვეს და სხვა, და შესაბამისად ორივე ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში. აღნიშნულ თემებზე სასაუბროთ კი რა თქმა უნდა დღეს ჩვენთან ერთად არის ინკლუზიური განათლების სპეციალისტი მაია ბაგრატიანი და ახლა მას გადავცემ სიტყვას. გთხოვთ მაიკა. დიდი მადლობა ნათია შესავლისთვის. მოხარული ვარ ამ შესაძლებლობისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვისაუბრო დაინტერესებულ მასწავლებლებთან და სასკოლო სისტემის წარმომადგენლებთან ტრანზიციაზე. მახარებს ინტერესი ამ საკითხის მიმართ, რასაც ჩვენი მსმენელების რაოდენობაც ადასტურებს. ნამდვილად ძალიან ზუსტად შერჩეული თემა არის, დროულიც არის, რამდენადაც სწორედ აი ეხლა შეიძლება ვთქვათ, რომ ძალიან ბევრი ოჯახი და ბავშვი ემზადება და გადის ამ ტრანზიტორულ პერიოდს, იმიტომ რომ მოვა ძალიან მალე მომდევნო სასწავლო წელი, ბავშვების ნაწილი წავა ბაღში, დიდი ნაწილი წავა სკოლაში და ასევე იქნება მოზარდთა დიდი ჯგუფი, რომელიც წავა პროფესიულ სასწავლებელში, მას შესაბამისად ძალიან დროულია ტრანზიციაზე საუბარი. თუმცა ტრანზიციაზე საუბარი შეიძლება წლის ნებისმიერ დროს, იმიტომ რომ ტრანზიციაზე ზრუნვა, ასე ვთქვათ, ყოველთვის დროულია. და ჩვენ ვიტყვით, რომ ვერ ვიტყვით, რომ აუცილებლად კონკრეტულ ეტაპზე უნდა დაიწყოს ეს პროცესი და ვერ დავასახელებთ კონკრეტულ დროს, როდესაც ეს პროცესი უნდა სრულდებოდეს. ეს არის ძალიან ინდივიდუალური პროცესი. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ და განვმარტავთ კიდევ ერთხელ თუ რა არის ტრანზიცია, როგორ უნდა მოვემზადოთ და მოვამზადოთ ჩართული მხარეები ტრანზიციისთვის, როგორ შეიძლება დავუჭიროთ მხარი ბავშვებს, მოზარდებს ტრანზიციის პროცესში და რა არის ეს მხარდაჭერა. ვისაუბრებთ ამ სპეციფიკაზე, რასაც გულისხმობს სკოლაში ტრანზიცია და რასაც გულისხმობს სკოლიდან ტრანზიცია, შევეხებით პროფესიული ორიენტაციის საკითხებს და იმ შესაძლებლობებს, რომელიც არსებობს დღეს საქართველოში ტრანზიციის მხარდასაჭერად. მოკლედ საკმაოდ დატვირთული პრეზენტაცია გვექნება და იმედია მოკლედ დრო გვეყოფა ამ ყველა საკითხის დასაფარად. პირველ რიგში, რამდენადაც ვიცი, რომ ბევრი თქვენთაგანი შეიძლება, ასე ვთქვათ, მალე საგამოცდოდაც, ასე ვთქვათ, ემზადებოდნეთ, მივაქციოთ ყურადღება თვითონ ტერმინს, საუბრობთ ტრანზიციაზე, არ საუბრობთ ტრანზაქციაზე, ხო აი ეს არის ერთმნიშვნელოვანი, ხო რომ არ შეგვეშალოს ტერმინის სწორედ გამოყენება, რომელიც შედარებით ახალია. მახარებს, რომ მასწავლებლის სახლი ცდილობს ქართული ანალოგის დამკვიდრებას, თუ დამკვიდრდა მხოლოდ მივესალმები, თუმცა ჩვენ სახელმძღვანელოებში ვიყენებთ ტერმინს ტრანზიციას, ამიტომ საგამოცდო საკითხებშიც ვფიქრობ, რომ ეს ტერმინი იქნება, ასე ვთქვათ, აქტიურად გამოყენებული და მას შესაბამისად ტრანზიცია ნიშნავს გარდამავალ პერიოდს, ხო, გადასვლას ერთი მდგომარეობიდან მეორეში და სწორედ ამასვე აღნიშნავს, ასე ვთქვათ, ჩვენი ვიზუალიც, როდესაც ჭუპრი გარკვეულ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ
მეტამორფოზას გადის, ხო, გარდასახვა ხდება და ძალიან მნიშვნელოვანი ერთი მდგომარეობიდან გადადის მეორე მდგომარეობაზე. სწორედ ეს არის ტრანზიცია. და აქვე ვთქვათ, რომ ტრანზიცია გარდაუვალი მოვლენა არის. იზრდება რა ბავშვი და ბავშვის გაზრდა, განვითარება, ხო ვიცით, რომ შეუქცევადი პროცესია და ჩვენი მოწყობილი განათლების სისტემიდან გამომდინარე, ასე გარდაუვალია ბავშვის, ასე ვთქვათ, სასკოლო ასაკის დადგომასთან ერთად ტრანზიცია როგორც მოვლენა. იმიტომ რომ ბავშვის ემოციური, კოგნიტური თუ ფიზიკური განვითარება იწვევს იმას, რომ ბავშვი უნდა წავიდეს სკოლაში. ანუ ტრანზიცია გარდაუვალია. ასევე სკოლიდან ტრანზიციაც გარდაუვალია, რამდენადაც დაირეკება ბოლო ზარი და დიახაც ბავშვს მოუწევს სკოლის დასრულება. აქედან გამომდინარე, ხო, თავარი საკითხი აკეთება იმგვარად, რომ ეს ამ გარდაუვალი პროცესებისთვის როგორ მოვამზადოთ ბავშვი, რომელიც ძალიან მოწყვლადია. მოწყვლადი არის, იმიტომ რომ მას უწევს ახალ გარემოსთან შეხება. წარმოიდგინოთ, როგორი მოწყვლადი შეიძლება იყოს 6 წლის ასაკში ბავშვი, რომელსაც შეიძლება მანამდე არ ჰქონია სახლიდან უცხო გარემოში ტრანზიციის გამოცდილება, მაგალითად, მას არ უვლია ბაღში, თუმცა რასაც ჩვენ ვისაუბრებთ, ჩათვალეთ, რომ ფაქტიურად არსებითად შეიძლება გავრცელდეს ბაღში ტრანზიციებზეც და წარმოიდგინეთ, ბავშვის მოწყვლადობა თუ კი მას ჯერ ტრანზიცია არ აქვს გამოცდილებაში, არ დაუტოვებია თავისი მშობლიური უსაფრთხო, ყველაზე მეტად თავშესაფრად მიჩნეული გარემო, ანუ ოჯახის სივრცე და უწევს ამ სრულიად ახალ მისთვის უცხო სისტემასთან შეხება. თუ მას ქონია უკვე ტრანზიციის გამოცდილება ბაღში და ეს პროცესი იყო უმტკივნეულო, ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მას გარკვეული მედეგობა შეიძლება ჰქონდეს და თქვათ გარკვეულ სირთულეებს იოლად გაუმკლავდეს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პროცესში მას მხარდაჭერა არ დასჭირდება. მაგრამ თუ ბავშვის გამოცდილება, ტრანზიციის ერთი გამოცდილება უკვე იყო მტკივნეული, ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, დასაკვირველი ესევ და ისევ დაშვების დონეზე, რომ ის სენსიტიური და მგრძნობიარე იქნება ყოველი ახალი ცვლილებების მიმართ, იმიტომ რომ პირველი ცვლილება მისთვის იყო მტკივნეული. და წარმოიდგინეთ, ბავშვი, რომელმაც ეს ტრანზიციის პერიოდი ავად თუ კარგად ბაღში და ბაღთან გაიარა, ეხლა უწევს და ამ სივრცეს მეტად თუ ნაკლებად შეეგუა, შეიძლება შეიყვარა, შეიძლება არ შეიყვარა, მაგრამ მინიმუმ გაიცნო, ეხლა ისე ვეუბნებიან, რომ შენ უკვე დიდი ხარ, ან შენ დრომ მოგიწია და შენ სკოლაში უნდა წახვიდე. და მას არავინ არ ეკითხება. უნდა კი მას ეს ცვლილება, არის კი ის მზად ამ ცვლილებისთვის, ხო? მაგრამ სადამე აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ეს ფსიქოემოციური მზაობა ბავშვს გავუჩინოთ და დროულად დავიწყოთ ამაზე სიარული. მაგრამ სადამე ამ სლაიდზე მინდა გაჩვენოთ აი ის მნიშვნელოვანი ტრანზიციები, რომელსაც ჩვენ მეტნაკლებად შევეხებით დღევანდელი პრეზენტაციის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი თემა არის ტრანზიცია სკოლაში და პროფესიულ სასწავლებელში, ხო? ჩვენ ბაღზეც ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ხშირად ბაღიდან ხდება ტრანზიცია და სწორედ სკოლის თანამშრომლობა ბაღთან ძალიან არსებითად განსაზღვრავს ბავშვის შემდეგ წარმატებულ ტრანზიციებს. მაგრამ აქვე თუ ვინმე ხართ პარალელურად ჩართული სკოლამდელი განათლების სისტემაში, ან გიწევთ შეხება ადრეული ასაკის ბავშვებთან, ასევე ეს ინფორმაცია ძალიან სასარგებლო იქნება ბაღში ტრანზიციების დასაგეგმადაც. ტრანზიცია ეს არის პროცესი და არაერთჯერადი მოვლენა. არ გვეგონოს, რომ ტრანზიცია მაგალითად იმ 15 სექტემბრის შემდეგ პირველ ორშაბათ დღეს ხდება.
არა, ტრანზიცია ეს არის პროცესი, რომელიც ბევრად ადრე იწყება, ვიდრე სწორედ ის დღე მოდის, როდესაც ბავშვს მოუწევს სკოლაში წასვლა, ან მოუწევს პროფესიულ სასწავლებელში ჩართვა. ეს არის უწყვეტი პროცესი, რომელიც როგორც ვთქვით, ბევრად ადრე იწყება და ასევე არ სრულდება იმ დღით, როდესაც ბავშვი ახალ გარემოში გადაინაცვლებს. არამედ ტრანზიცია სრულდება მაშინ, როდესაც ბავშვი ეგუება ან მოზარდი ეგუება ახალ საგანმანათლებლო სივრცეს და შვიდდება. აქვს განცდა იმისა, რომ ეს გარემო მისთვის ნაცნობია და ამ გარემოში ის უკვე თავს კარგად გრძნობს. ანუ ეს არ არის პროცესი და არა ერთჯერადი მოვლენა. ის არ უკავშირდება ერთ თარიღს, ხო? ანუ ეს არის კალენდარულად დროში გადაწელილი პერიოდი. და ის არ ეხება მხოლოდ ბავშვს, აი რომ წარმოვიდგინოთ აი ამ სამ ფურცელა ყვავილის გულში ბავშვი, ის ბავშვთან ერთად ეხება მის ოჯახს, მიმღებ დაწესებულებას და გამშვებ დაწესებულებას. და მიმღები და გამშვები დაწესებულება თქვენ ალბათ უკვე ხვდებით, რომ ზოგ შემთხვევაში იქნება სკოლა, ზოგ შემთხვევაში იქნება ბაღი, ზოგ შემთხვევაში იქნება პროფესიული სასწავლებელი. მაგალითად, სკოლა ერთ შემთხვევაში არის მიმღები დაწესებულება, როდესაც ბაღიდან გადმოინაცვლებს ბავშვი, მაგრამ გავა 11 ან 12 წელი და სკოლა უკვე გახდება გამშვები დაწესებულება ამ ბავშვისთვის, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ საგანმანათლებლო დაწესებულებას ძალიან კარგი მდგრადი სისტემა ჰქონდეს, ტრანზიციის მდგრადი სისტემები ჰქონდეს შემუშავებული ბავშვების მისაღებად და ბავშვების გასაშვებად, ხო? ეხება ბაღსაც, ბავშვმა უნდა მიიღოს ბავშვი და გაუშვას სკოლასაც და პროფესიულ სასწავლებელსაც, ხო, რომელსაც ასევე მოუწევს ბავშვის მიღება და გარკვეული დროის შემდეგ ასევე მოუწევს გაშვება. ეხლა ვისაუბროთ გარკვეულ კვლევებზე, რომლებმაც თქვა, რომ სკოლაში ტრანზიციის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტრანზიციის მხარდაჭერაზე, აქ არ არის, ასე ვთქვათ, არ გეგონოთ, რომ ტრანზიციის დროს მხარდაჭერა და საერთოდ ტრანზიცია არის არსებითი საკითხი მხოლოდ საგანმანათლებლო საჭიროების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის. ტრანზიციის მხარდაჭერა და ტრანზიციის ეტაპი მნიშვნელოვანი არის ყველა ბავშვისთვის. მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას რაიმე სტატუსი. თუმცა სხვადასხვა მახასიათებლების გამო ზოგიერთი ბავშვი ბევრად უფრო მოწყვლადი შეიძლება იყოს ტრანზიციების მიმართ. აქ უნდა ვთქვათ, რომ სკოლაში ტრანზიცია შესაბამისად ნებისმიერი ბავშვისთვის უმნიშვნელოვანეს ცხოვრებისეულ ეტაპს წარმოადგენს და მეტიც, სწორედ ტრანზიციასთან დაკავშირებული მოგონებები შეიძლება იყოს უპირველესი მოგონებაც კიო, რომელიც კი ბავშვის მეხსიერებაში დაიბუდებს. იმიტომ რომ იმდენად ცოცხალი შეიძლება იყოს და იმდენად გარდამტეხი, რომ აი ძალიან ღრმად ჩარჩეს და ჩაებეჭდოს ბავშვს. და სკოლის დაწყება და სკოლის პირველი ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანი ავტობიოგრაფიული, ასე ვთქვათ, მოვლენა არის ბავშვისთვის და ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ აი ეს ეტაპი ბავშვისთვის პოზიტიურ გამოცდილებებს და პოზიტიურ ისტორიებს უკავშირდებოდეს. ხო, და რაც მთავარია, სკოლაში ტრანზიცია ძალიან მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის ბავშვის აკადემიურ მოსწრებასაც. და რაც უფრო უმკივნეულოდ იქნება ბავშვის სკოლაში ტრანზიცია, მით უფრო მეტი რესურსი აღმოაჩნდება ბავშვს აკადემიური უნარების განვითარებისთვის. და აქ მართალიც არის ჩვენი ემპირიული გამოცდილებაც გვეუბნება, რომ ბავშვი, რომელიც შფოთავს, ბავშვს, რომელსაც გარემო არ მოსწონს, ბავშვს, რომელსაც ერთი სული აქვს ამ გარემოს გაეცალოს, ხო?
არ ყოფნის რესურსი, რომ მასწავლებლის ინსტრუქცია შეასრულოს და მობილიზდეს, კონცენტრირდეს და ასოები გამოწეროს. მას ამისთვის არც ცხელა ეხლა მისი ასე ვთქვათ პიროვნება მოცული არის აბსოლუტურად სხვა სურვილებით, სხვა მოთხოვნებითა და საჭიროებებით და ძალიან დიდი ძალისხმევის ხარჯზე შეძლებს ბავშვი იგივე ამ დავალებების შესრულებას თუ არა რომ საერთოდაც ვერ შეძლოს. ამიტომ ტრანზიცია აი ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ძალიან მნიშვნელოვან ეტაპად მივირჩნიოთ ბავშვის ცხოვრებისთვის და რაც უფრო პოზიტიურად დაიწყება ტრანზიცია, მის უფრო კეთილდღეობის განცდა იქნება ბავშვს და მით უფრო წარმატებული იქნება მისი სასკოლო ცხოვრება, მით უფრო სწრაფად განვითარდება მისთვის მიკუთვნებულობის განცდა, უსაფრთხოების განცდა და ამიტომ წარმატებული ტრანზიცია კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ, რომ უმნიშვნელოვანესია ბავშვისთვის. ტრანზიცია კარგი არის ის, რომ უკვე განმარტებულია რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტში, განმარტებულია აღზრდელ პედაგოგის პროფესიულ სტანდარტში და მე-16 ბრძანებაშიც. და უკვე ჩვენ ხვდებით ტერმინის განმარტებას, რომ ეს არის არა მარტო საგანმანათლებლო დაწესებულებებს და სერვისებს შორის ბავშვის გადასვლა, არამედ ეს შეიძლება იყოს სკოლის სივრცეში განათლების სხვადასხვა საფეხურს შორის გადასვლაც, იმიტომ რომ საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდება ბავშვისთვის, როდესაც ის დაასრულებს დაწყებით კლასს, უნდა დაემშვიდობოს ხშირად ეს ერთი მასწავლებელი არის ხოლმე, რომელსაც აი მართლა მშობელივით შეიყვარებს, შეეგუება, მისი მფარველი ხდება და მე ისე რომ არავინ მას არ ეკითხება, მას ეს უნდა თუ არ უნდა, მას ეუბნებიან, რომ ეხლა ეს ადამიანი უკვე ჩანაცვლდება სხვა ბევრი ადამიანით, რომელიც მას სხვადასხვა გაკვეთილებში მოამზადებს. ამიტომ აი ეს ტრანზიციაც ბავშვისთვის საკმაოდ მტკივნეული შეიძლება იყოს და ამიტომ სწორედ განმარტებაში თქვენ ნახავთ, რომ ტრანზიცია არის განათლების საფეხურებს შორის გადასვლაც და მეტიც ტრანზიცია ეს არის თვითონ სასკოლო აქტივობებს ან სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში სხვადასხვა ყოველდღიურ რუტინულ აქტივობებს შორის გადანაცვლებაც. ანუ საკმაოდ ფართედ განიხილება ტრანზიცია. ეხლა იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ რასაკვირველია აქ აქტიურ დისკუსიას ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ, მაგრამ მინდა რომ ასე ვთქვათ, გაიხსენოთ აი ის პერიოდი, როდესაც თქვენ თავად მოგიწიათ ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადანაცვლება. ხო, შეიძლება უკავშირდებოდეს საცხოვრებელი გარემოს ცვლილებას, ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ახალ დასაქმების ადგილს, ეს შეიძლება უკავშირდებოდეს დაოჯახებასაც კი, ან პირიქით განქორწინებას, რომელიც ასე ვთქვათ, შეიძლება იყოს როგორც პოზიტიური მოვლენა, ისევე როგორც ნეგატიური მოვლენა, მაგრამ ამ დროს რას ვგრძნობთ ჩვენ, რას განვიცდით. აი ის ჩვენი მხრიდან დაგეგმილი ტრანზიციებიც კი, ხშირად დაგეგმილი სასურველი ტრანზიციებიც კი ჩვენთვის ხშირად ძალიან სტრესული არის. მაგალითად, ძალიან მინდოდა ამ სამსახურის დაწყება, დავიწყე სამსახური, მაგრამ როგორი სტრესული არის ეს პერიოდი, სანამ მე მას შევეგუები, სანამ მე იქ ადაპტირდები, სანამ მე იქაური გავხდები, ხო? ეს ძალიან ასე ვთქვათ, სტრესული არის და წარმოიდგინეთ, რას განიცდის ბავშვი, რომელსაც კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია აქვს იმ გარემოზე, რომელშიც მას, ასე ვთქვათ, გადაამისამართებენ. და ბავშვისთვის ეს შენ მალე სკოლაში მიდიხარ, აი შეიძლება ჟღერდეს ისე, რომ თქვენ ვიღაცამ გითხრათ, რომ თქვენ მალე ჰაიდენ ლენში მიემგზავრებით. და ისე რომ თქვენ არ იცით ეს რომელი სივრცე არის, რომელი გარემო არის აი ამ წარმოდგენილი 8 ვარიანტიდან, ხო? არაფერს არ გეუბნება თქვენ ეს სახელი, ხო? ნებისმიერი შეიძლება იყოს აი ამ 8 მოცემული სურათ-ხატიდან. აი ესეთივე არის არაზუსტი ინფორმაცია ხშირად ბავშვისთვის, როცა მას ეუბნებიან, რომ შენ სკოლაში მიდიხარ. ცოტა ზუსტი შეიძლება იყოს იმ ბავშვისთვის, რომელსაც ყავს მაგალითად დედმამიშვილი და თქვათ მიუცემელი
აუცილებია ის სკოლაში ან უნახავს ის გაკვეთილებზე მომზადების პროცესში, მაგრამ მაინც მისი წარმოდგენების სკოლის შესახებ დამიჯერეთ არის ხოლმე არა ზუსტი. შეიძლება მშვიდობელი ყავდეს მას მასწავლებელი, მაგრამ მაინც არა ზუსტი არის და მთელი ტრანზიციისთვის მზადობის ეტაპი გულისხმობს იმას, რომ ბავშვს გავუჩინოთ ზუსტი ცნობიერება ახალი გარემოს მიმართ. და ეხლა რაზეც მე ვსაუბრობ, აბსოლუტურად რელევანტური არის სკოლაში ტრანზიციაზე და პროფესიულ სასწავლებელში ტრანზიციაზე. ბავშვისთვის ეს გამოწვევები იმიტომ არის დაკავშირებული ტრანზიციასთან, რომ მას უწევს ნაცნობი გარემოდან უცნობში გადასვლა. იმ უცნობ გარემოში შეიძლება იყოს მეტი სტრუქტურა, მეტი მოთხოვნა მის მიმართ. ახალი მოლოდინები ჩნდება, განსხვავებული წესები ჩნდება, უამრავი განსხვავებული ადამიანი შემოდის მის სივრცეში. რო არაფერი ვთქვათ, რომ გარემო არის ფიზიკურად განსხვავებული, უფრო მასშტაბური, უფრო რუხი შეიძლება საბავშვო ბაღიდან განსხვავებით, ხო? ბევრი უცნობი ბავშვი, თუ კი აქამდე უფრო მეტად თანატოლებს ხედავდა, ხო, ეხლა მას მოუწევს, ანუ კისრის მოღერება, რომ დაინახოს და სახეში შეძლოს მიწვდეს მზერით სხვა მეორე ადამიანს. ამიტომ ძალიან მრავალფეროვან გარემოსთან მოუწევს მას შეხება. და რაც თავარია, მეტი დამოუკიდებლობა და პასუხისმგებლობა მოითხოვს ეს გარემო და ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი მას სტრესავს. და ეს შეკითხვები, ხო, კიდევ არის ისინი, რომელიც არ ასვენებს მშობელს. მშობელს, რომელიც შფოთავს, რომელსაც ისევე როგორც ბავშვს კიდევ ასევე ეშინია იმ ახალი გარემოსი, იმიტომ რომ ის აცნობიერებს აი იმ სიახლეებს, რის წინაშეც ბავშვს მოუწევს ყოფნა და სწორად აი ჩვენ თუ ხშირად ვხედავთ სკოლის კართან ატოზულ მშობლებს, ეს იმიტომ რომ მათ უნდათ ამ შეკითხვებზე პასუხის მიღება. ხო, როგორ დარჩება ჩემი შვილი მარტო იმ გარემოში? ვინ იქნება ჩემი შვილის მხარდამჭერი იქ? მას რომ დახმარება დასჭირდეს, შეძლებს ის ამ დახმარების მიღებას, შეძლებს ის თხოვნით მიმართოს მას, ვინმეს, ან ვინმე გაიგებს კი, რომ მას დახმარება სჭირდება. რამდენად უსაფრთხოა ეს გარემო ჩემი შვილისთვის? როგორ მიიღებენ ჩემ შვილს სხვა ბავშვები? რამდენად პოზიტიური იქნება ჩემ შვილსა და სხვა ბავშვებს ან სხვა მასწავლებლებს შორის ინტერაქცია. ტუალეტი რომ მოუნდეს რა მოხდება, წყალი რომ მოწყურდეს რა მოხდება და ასე შემდეგ და ასე გლობალური შეკითხვებიდან ძალიან პრაქტიკულ შეკითხვებამდე დამთავრებული. და ეს შეკითხვები არსებობს და სინამდვილეში ის სკოლა, რომელიც არის ტრანზიციის მხარდამჭერი, ვალდებული არის ყველა მშობელს მიაწოდოს ამ შეკითხვებზე პასუხი. აი ეს არის ტრანზიციის მხარდამჭერი საგანმანათლებლო სისტემა. გნებავთ ბროშურა გამოსცეს, გნებავთ ინდივიდუალურად ერთი-ერთზე გაესაუბროს ყველა მშობელს, სატელეფონოდ გაესაუბროს, Zoom შეხვედრები მოაწყოს, მშობელთა კრებები მოაწყოს, მაგრამ ფაქტი არის, რომ რაღაც გზებით და მანქანებით მშობლებს უნდა ვაპოვნინოთ ამ შეკითხვებზე პასუხი. და ანალოგიური შეკითხვები ექნებათ მშობლებს, როდესაც ბავშვებს მოუწევთ უკვე სკოლიდან წასვლა და პროფესიულ სასწავლებელში გადანაცვლება და თუ თქვენვე აპოვნინებთ ამ შეკითხვებზე პასუხს, სანამ თქვენი სივრციდან გაუშვებთ ბავშვებს პროფესიულ სასწავლებელში და მიჯერეთ, რომ თქვენი განათლების სკოლა იქნება არაჩვეულებრივი მიმღები და გამშვები დაწესებულება ტრანზიციის თვალსაზრისით, ხო? ასე რომ აი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თვალსაზრისით ვიყოთ მშობლების მხარდამჭერები ტრანზიციის პროცესში. ანუ ჩვენ ვთქვით, რომ ბავშვს ტრანზიციის დროს მხარდაჭერა სჭირდება არა მარტო საგანმანათლებლო საჭიროების შემთხვევაში, ხო? არამედ ბევრი სხვა პირობების დროსაც. ხო, შეიძლება ბავშვს არანაირი სტატუსი არ ჰქონდეს, მაგრამ მას ჰქონდეს ტრავმული გამოცდილება. ის შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, ემიგრანტი, სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული, ჰქონდეს მძიმე ცხოვრებისეული გამოცდილება, ან უბრალოდ იყოს მორწყვი
მორცხვი იყოს ინტროვერტი, ხო? ანუ ბევრი მიზეზის გამო ბავშვს შეიძლება ეს მოწყვლადობა მეტად ჰქონდეს ტრანზიციების მიმართ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ნახოთ, რომ გარდა ზოგადი ტრანზიციის მხარდამჭერი სისტემებისა, როგორ შეიძლება მე ბავშვს და ოჯახს ასე თქვა დავუგეგმო ინდივიდუალურად ტრანზიციის პროცესი. და ჩვენ სწორედ აქ ვანსხვავებთ, რომ ტრანზიცია შეიძლება იყოს, ესე თქვა, სკოლის მიერ როგორც პროგრამა, როდესაც დიახ, ესეთი მშობელთა კრებებით, საინფორმაციო მასალებით, სკოლებში მოწყობილი ექსკურსიებით, გაკეთებული ციფრული მასალებით, რა ქვია, ციფრული ტურებით, მაგალითად ვაცნობთ ბავშვებს, მშობლებს, სკოლებს, ასევე შეიძლება ინდივიდუალურად ცალკეული ბავშვებისთვის დაიგეგმოს. ტრანზიციის ხელშეწყობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა მოვამზადოთ ოჯახი და ვთქვით ოჯახის მომზადებაზე, ანუ შეკითხვებზე ვაპოვნინოთ პასუხი, მოვამზადოთ საგანმანათლებლო გარემო, არა, იმიტომ რომ ნახეთ, სკოლას მოუწევს ბავშვების ახალი ნაკადის მიღება, ხო? ამ ახალი ნაკადის დაბინავება, მათ შორის იქნებიან სწორედ საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. აქ კიდევ უფრო უნდა დაზუმოს, ხო, სკოლამ რაღაცა საკითხი, პრობლემა, ფოკუსირდეს, ამ კონკრეტულ ბავშვს როგორ დავუგეგმო, რომელ კლასში გავანაწილო, რომელ მასწავლებელი მივუჩინო მას, ფიზიკური გარემო როგორ მოვარგო, არა, საგანმანათლებლო გარემოც ემზადება ბავშვის მისაღებად და რაც მთავარია მომზადებული ბავშვი. ბავშვის მომზადებაზე ჩვენ ვისაუბრებთ ასევე, მაგრამ მოდით ახლა მომზადებულ საგანმანათლებლო გარემოზე შევყავდეთ და სწორედ იმიტომ ხდება ადრეული რეგისტრაციის ეტაპი, თქვენ ყველამ კარგად იცით, ხო, რომ პირველადი რეგისტრაციის დროს სწორედ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები რეგისტრირდებიან, სინამდვილეში უპირველესი მიზეზი, რის გამოც ეს სისტემურად დაინერგა, იყო ის, რომ სკოლამ რაც შეიძლება ადრე დაინახოს ბავშვი საგანმანათლებლო საჭიროების, რომლისთვისაც მან უნდა დაიწყოს, რომლის მისაღებად მან უნდა დაიწყოს მზადება. და ასევე ადრეული კავშირი დაამყაროს ოჯახთან და ბავშვთან, რომ ასევე ისინი მოემზადონ ამ კონკრეტულ სკოლაში მოსასვლელად, ხო? იმიტომ რომ ბავშვისთვის უფრო უნდა დაკონკრეტდეს, რას ნიშნავს სკოლა. და მან უნდა იცოდეს უკვე, რომელ სკოლაში მიდის, ვინ იქნება ის ადამიანი, ვისთანაც მას მოუწევს ინტენსიური შეხება, ნდობის ჩამოყალიბება და ასე შემდეგ. მაშინ სადამე ტრანზიცია გულისხმობს არა მარტო ბავშვის მომზადებას, არამედ ოჯახის მომზადებას და საგანმანათლებლო გარემოს მომზადებას. აქვე ტრანზიცია, როგორც თქვით, ეს არის პროცესი და ტრანზიცია პირობითად ეს პროცესი შეიძლება დავყოთ ჩვენ 3 ეტაპად. ეს არის მომზადების ეტაპი, ეს არის უშუალო ტრანზიციის განხორციელების ეტაპი და ტრანზიციის დასრულების ეტაპი. აი ტრანზიციის მომზადების ეტაპი ეს ის პერიოდია, რომელიც შეიძლება ჩავთვალოთ აი მთელი წინა წელი სანამ ბავშვი სკოლაში წავა. მთელი წინა წელი სანამ მოზარდი პროფესიულ სასწავლებელში წავა. როდესაც ჩვენ მუდმივად ფსიქოემოციურ მზაობას ვუქმნით ბავშვს, რომ აი სრულდება შენი ცხოვრების ეს ეტაპი და რაღაცა ახალი იწყება. და მაშინ სადამე ეს ფსიქოემოციური მომზადება დასასრულისკენ წასვლა, აი როგორც ბავშვებს გვეუბნებიან, რომ ჩვენ ბავშვებს დღის ბოლოს არ ვაწყვეტინებთ თამაშს, ხო? და არ ვეუბნებით, რომ ეხლა მორჩა მიდიხარ დასაძინებლად. ჩვენ ბევრად ადრე ვუქმნით მას აი ამ განწყობას, მზაობას, რომ დღე დასრულდა და ეხლა შენ ახალ მდგომარეობაში გადასასვლელად უნდა მოემზადო, ანუ უნდა დაიძინო, ხო? აი ფაქტიურად წარმოიდგინეთ, რომ აი ეს პროცესი უნდა გაავლევინოთ ბავშვს, რომ არ ჩაჭრათ მიმდინარე ცხოვრებისეული ეტაპი, არამედ დაასრულებინოთ და მოამზადოთ. მერე სწორედ არის ეს უშუალო ტრანზიციის ეტაპი, როდესაც ის წავა ახალ სასწავლო გარემოში და უკვე ტრანზიცია სრულდება მაშინ, როდესაც ის შეეგუება პროცესს. ხო, ანუ ტრანზიციის ბოლო ეტაპი უკვე ხორციელდება ახალ გარემოში, სკოლაში, როდესაც არის ჩართული, ან პროფესიულ სასწავლებელში, როდესაც არის ჩართული. ეს არის მარტივი სქემა ინდივიდუალური ტრანზიციის გეგმისა, ეს ძალიან მარტივად გამოიყურება, ვიდრე ბავშვის ინდივიდუალური სასწავლო, მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმები და აქ არის ძალიან პრაქტიკული აქტივობები იწერება, მაგალითად, მშობელთან გასაუბრება, მშობლის გაცნობა, ბავშვის
ბავშვისთვის სკოლის დათვალიერება, ბავშვის შეხვედრის ორგანიზება სპეცმასწავლებელთან. და აქ შესაძლებელია შეიძლება შეიშალოს აქტივობები, რომელიც ბავშვთან მიმართებაშია გასაკეთებელი, რომელიც მშობელთან მიმართებაშია გასაკეთებელი, ან რომელიც თვითონ სკოლას თავის საკუთარ თვალთან მიმართებაში აქვს გასაკეთებელი. მაგალითად, გამოვაცხადო განცხადება პერსონალური ასისტენტის მოსაძიებლად. ამ ვადაში მოვაწყო პანტუსი. დავგეგმო სკოლის, ასე ვთქვათ, სკოლაში ექსკურსია. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ განხორციელების ვადა და პასუხისმგებელი პირი. ძალიან მარტივია და პრაქტიკული განსახორციელებელი აქტივობები იგულისხმება ამაში. ეხლა საკმაოდ სამი მძიმე სლაიდი გველოდება შემდეგში, რომელსაც გადავაფრინდებით, იმიტომ რომ აქ საუბარი არის იმაზე, თუ რას ნიშნავს მომზადებული ბავშვი. დიახ, მომზადებული ბავშვი არის ბავშვი, რომელიც არ შფოთავს, ბავშვი, რომელიც შეგუებულია გარემოს, ბავშვი, რომელმაც უკვე იცის, როგორი არის ის გარემო, სადაც ის წავა და მას შესაძლოა მას უნდა გავაცნოთ ის გარემო. ის უნდა დავაახლოვოთ იმ გარემოსთან. აი ეს პირველი ორშაბათი დღე 15 სექტემბრის შემდეგ არ უნდა იყოს მისთვის პირველი შეხება სასწავლო გარემოსთან, ხო? იმიტომ რომ ესეთი ბავშვი სავარაუდოდ იტირებს, მოიწყენს, შეეშინდება, ხო? ამიტომ ის უკვე უნდა მიდიოდეს მისთვის კარგად ნაცნობ გარემოში. მომზადებული ოჯახი ჩვენ თქვით, რომ ეს არის მშობელი, რომელსაც უკვე აქვს აი იმ კითხვებზე პასუხი მიღებული, რომელიც თქვით, მშობლები, რომელმაც უკვე გაცნობიერებული აქვს თავისი ახალი პასუხისმგებლობები, იმიტომ რომ ზოგიერთ მშობელს და ოჯახს სხვათაშორის ეს უჭირს, ხო, რომ მაგალითად თუ ბაღში სიარულის დროს მას ბევრი არაფერი ევალებოდა ბავშვის მიმართ, ეხლა აქ მშობელსაც ევალება, ხო, სხვანაირად ბავშვის მხარდაჭერა, ხო, მეტი კონტროლი ბავშვის ყოველდღიური პროგრესის მიმართ, არა? აქ ესეც მშობელმა უნდა გააცნობიეროს ის, რომ მშობელს მოუწევს უკვე სხვანაირი ანგარიშვალდებულება სასკოლო გარემოს მიმართ და ასე შემდეგ. და მომზადებული საგანმანათლებლო გარემო, რასაკვირველია, აქ უკვე წინა საუბრებიდან მივხვდით სავარაუდოდ რა იგულისხმება, ხო? ეს არის სკოლა, რომელმაც იცის, ვინ მოსდის, ვისი მიმღები არის, ბავშვებს რა საჭიროებები აქვთ, აქვს ზუსტი წარმოდგენა, როგორ უნდა მართოს ეს პროცესები, მაქსიმალურად იცნობს ბავშვებს და განსაკუთრებით მათ, ვისაც აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები და სხვა რომ არაფერი, ყველა მშობლისთვის აქვს მინიმუმ ერთხელ მაინც ეს შეკითხვა დასმული, რამე ხომ არ არის ისეთი, რაც უნდა ვიცოდე თქვენი შვილის შესახებ, ხო, რომ ვიყო მზად, ხო? და ეს უნდა იყოს, ასე ვთქვათ, სტანდარტული შეკითხვა და ეს შეკითხვა, რაც ადრე მით უკეთესი უნდა დაუსვათ მშობელს და არა იმ 15 სექტემბერს, ხო? და ეხება ნებისმიერ ბავშვს. და ამ შემთხვევაში, როდესაც აი ეს ყველაფერი ეცოდინება სკოლას და მაქსიმალურად, რაც თავარია, ექნება ეს გათვალისწინებული, ხო? აი ესეთი სკოლა შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არის ტრანზიციისთვის მომზადებული. მაგრამ აი რაც არ უნდა მზაობა გქონდეს ჩვენ უკვე, მაინც ტრანზიცია კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ სრულდება ბავშვის მიღების დღეს. ბავშვისთვის ტრანზიცია გაგრძელდება, სკოლისთვისაც გაგრძელდება ნამდვილად, იმიტომ რომ მერე შეიძლება კიდევ უფრო სხვაგვარი პროცესები გამოჩნდეს, მერე უფრო დადგება რეალური ურთიერთგაცნობის ეტაპი და რეალურად ურთიერთშეგუების ეტაპი, როდესაც ეს უკვე რუტინაში გადავა ყოველდღიურობა. ამაზე უკვე ვთქვით, რომ ბაღის სკოლას და პროფესიული სასწავლებელიც შეიძლება იყოს როგორც მიმღები, ისე გამშვები, ხო? უამრავი აქტივობის მოფიქრება შეიძლება სკოლაში ბავშვების მისაღებად, ხო? დაწყებული იქიდან აი მარტივ რეკომენდაციას ვეუბნები ხოლმე სკოლას, რომ ჯერჯერობით პირველ რიგში დროულად განსაზღვრეთ, ვინ იქნებიან ბავშვის დამრიგებლები. არა ბოლო წუთას. მშობლებს აქვთ უფლება იცოდნენ, ვინ იქნებიან, ასე ვთქვათ, ის პირები, ვისაც უნდა მიაბარონ თავიანთი შვილი და რაც მთავარია, ბავშვმა უნდა ვიზუალურად იცოდეს და შეიძლება დიახაც მთელი 3 თვე ბავშვს პერიოდულად სჭირდებოდეს ამ ადამიანის ფოტოს ნახვა.
მაგალითად თუ სკოლას აქვს ვებ გვერდი შესვლა და აი რამდენჯერმე შეხედვა, რომ დიახაც ეს ადამიანი მისთვის ნაცნობი იყოს, როდესაც პირველად შეხვდება, ხო? კიდევ უფრო უკეთესი იქნება თუ ეს დამრიგებელს ჩაწერილი ექნება თავისი ვიდეო მიმართვა, ხო? როდესაც უკვე ხმასაც მოასმენინებს ბავშვებს და ეტყვის, რომ მე თქვენ გელოდებით, ხო? მე მიხარია, მახარებს თქვენთან შეხვედრა. აი უკვე რამდენიმე დღე დაგვჭა და თქვენ ერთმანეთს შევხვდებით. რომ უნიშნავს შეხვედრის ადგილს მაგალითად, ხო? რომ აი სკოლის ეზოში ამ ხესთან რომ მიპოვოთ მეცმევა ესა და ეს, ან მეჭირება ხელში ბუშტები, არ ვიცი, ნებისმიერი რამის მოფიქრება შეიძლება, რომ ბავშვებს ეს პოზიტიური მოლოდინი გაუჩნდეთ ამ ადამიანთან შესახვედრად. შეიძლება უფრო მაღალ ტექნოლოგიური რესურსების შემთხვევაში სკოლა, მაგალითად, როგორც ერთხელ უკვე ვახსენეთ, ონლაინ ტურიც კი გააკეთოს, ხო, რომ აი როგორი არის სკოლა. გასაგებია, რომ ეს ადამიანი კი გავიცანი, მაგრამ თვითონ ის გარემო როგორი არის, ხო? იქნება და შევძლოთ აი ვიდეო კამერით გადაღება სკოლის დერეფნების, კლასის, სველი წერტილის, კაფეტერიის, სპორტული დარბაზის, ეზოსი, ხო? და ბავშვებს ის თავიანთი ეკრანის დრო, როცა ექნება ზაფხულის პერიოდში, ხო? ათვალიერონ, უყურონ, ხო? თუ ვიღაცა ახლოს არის ტერიტორიულად სკოლასთან, ის შეიძლება რამდენჯერმე იმ სკოლის სივრცეს ესტუმროს ხოლმე. ეს შეიძლება იყოს დაგეგმილი სკოლის მიერ, ხო? და ვისურვებდი, რომ სკოლა ამას აორგანიზებდეს, ასევე შეიძლება იყოს დაგეგმილი მშობლის მიერ. მაგრამ სკოლას უნდა ჰქონდეს ღიაობა, რომ სკოლა არ იყოს გაოცებული, როდესაც აი მშობელი და ბავშვი მივლენ და აი ჩვენ მოვედით, რომ სკოლის სივრცე დავათვალიეროთ, ხო? რასაკვირველია, მობრძანდით, დაათვალიერეთ, ხო? თუ სწორედაც დავახვედრებთ მას დამრიგებელს, მის სპეცმასწავლებელს, ან პირიქით სკოლა დააორგანიზებს ამას, მცირე ჯგუფებში, ინდივიდუალურად, წყვილებში თუ ნებისმიერ ფორმატში, ამასაც ოღონდ თვითონ სკოლა უნდა დაფიქრდეს, როგორ აწყობს მას, კიდევ უკეთესი იქნება. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის ძალიან საჭირო. კონკრეტულ შემთხვევებში კიდევ ძალიან საჭირო იქნება მაგალითად თუ ესეთი ძალიან სპეციფიური შემთხვევები გვაქვს, კლასიც და კლასის მშობლებიც მოვამზადოთ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის მისაღებად. ჩემი პრაქტიკიდან გავიხსენებ ერთ შემთხვევას, როდესაც აი იყო 2000-იანი წლების დასაწყისი და ეს სიტყვა ტრანზიცია ალბათ სულ არ ვიცოდით, მაგრამ რაღაცნაირად ცისა და შეცდომის მეთოდით მივხვდით, რომ პატარა ბიჭუნა, რომელიც მიყვავდა სკოლაში და რომელზეც ვიცოდით, რომ მშობლებისგან და ბავშვებისგან ბევრი შეკითხვა წამოვიდოდა მისი სპეციალური საჭიროებების გამო, ჩვენ დედასთან ერთად გადავწყვეტეთ, რომ ჩვენ უნდა შევხვდეთ მშობლებს და მშობლებს მოუყვეთ ამ ბიჭის შესახებ. და ეს იყო ძალიან სწორი, ეს იყო ძალიან ემოციური, ეს არ იყო მარტივი დედისთვის, ეს არ იყო მარტივი მშობლებისთვის, მაგრამ ეს იყო ძალიან საჭირო რამე, იმიტომ რომ ესე ჩვენ ის სხვა პატარები მოვამზადეთ, რომლებიც უნდა ამ ბიჭს შეხვედროდნენ აი პირველ სასწავლო დღეს. ესეთი რაღაცა შეიძლება გახდეს საჭირო. ხო, ანუ ყველაფერი მისაღებია, ყველაფერი დასაშვებია იმისათვის, რომ ყველასთვის იყოს აი ეს პირველი ერთმანეთთან შეხება უმტკივნეულ. მთავარი არის აი ამ განწყობით ვიფიქროთ, ხო? როგორ დავგეგმოთ ჩვენი პირველი სექტემბერი, ასე ვთქვათ, პირველი სასწავლო დღე. ნუ გარემოს მომზადებაზე ვისაუბრეთ აქაც ნებისმიერ შემთხვევაში, ხო? როდესაც სკოლა გეგმავს ტრანზიციებს, იფიქრეთ ყველა ბავშვებზე, ყველაზე. მინახავს მაგალითად ისეთი დღეები, როდესაც ისეთი პირველი მიღებები, როდესაც მაგალითად მიფიქრია, რომ აქ ბავშვი აუტისტური სპექტრით თავს კარგად არ იგრძნობს, იმიტომ რომ სკოლას მაგალითად მოწვეული ყავდა ანიმატორები, იყო ხმაური და მივხვდი, რომ აქ ბევრი პირველი კლასელისთვის შეიძლება ყოფილიყო დისკომფორტი, იმიტომ რომ იყო ხმაური და მათ შორის ტანელი შეიძლება ყოფილიყო სენსორული თვალსაზრისით აუტისტური სპექტრის ბავშვისთვის. ხო, აი ფრთხილად დავგეგმოთ, ხო?
და სხვათა შორის რამდენიმე სკოლის, კერძო სკოლის გამოცდილებასაც გაგიზიარებთ, როდესაც მაგალითად აი პირველ კლასელებისთვის სასწავლო პროცესი არ იწყება დანარჩენ კლასელებთან ერთად. მაგალითად იწყება მეორე ორშაბათს, ან მესამე ორშაბათს, როდესაც სხვები უკვე დაიწყებენ, რომ აი ბავშვები აი ამ რუზ-რუზს და ამ ემოციების, არ ვიცი მე, დურვილს ააცილონ. ხო, რომ შედარებით მშვიდად იყოს ბავშვებისთვის აი ეს სკოლის პირველი სასწავლო დღე. და აი ეს ანუ გასათვალისწინებელია და მეტიც კონკრეტული უფრო მეტად გამოხატული საჭიროების მქონე ბავშვისთვის შეიძლება კიდევ სხვა დღე დავთქვათ პირველად სკოლაში მისასვლელად. ოღონდ ესეც ყველაფერი ინდივიდუალურად უნდა გაკეთდეს და თავარი არის ჩვენ ეს გრძნობელობა გქონდეს რა, რომ ვისთვის როგორ არის უკეთესი. ნუ გარემოს მომზადებაზე უკვე აღარ შევჩერდებით და ხო, აქტიობები მშობელთან საინფორმაციო შეხვედრები შეიძლება იყოს ნებისმიერი ფორმატით, სატელეფონო, ზუმი, პირისპირ, ასევე თუ კი ბავშვი ბაღიდან მოდის სკოლაში, ნუ ბაღისთვის რეკომენდაცია არის, შეიძლება მხარდაჭერა სკოლის შერჩევაში, სკოლისთვის ექნება რეკომენდაცია, რომ მხარდაჭერა ცხოვრების შემდეგ ეტაპზე ბავშვის გადასვლისას და რომელ პროფესიულ სასწავლებელში იქნებოდა მისი გადასვლა შესაბამისი გამშვებდა მიიღებ დაწესებულებას მიერ ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასევე აქვე ვიტყოდი, რომ აი ჩვენ ვისაუბრეთ რა ბავშვის მზაობაზე სკოლის მიმართ, ხო? აქ მინდა ხაზი გავუსვა, რომ პარადიგმის ცვლილება მოხდა. ადრე თუ ითვლებოდა, რომ სასკოლო მზაობა არის თუ კი ბავშვს აქვს წინა აკადემიური უნარები განვითარებული, ეხლა მაგალითად გეტყოდით, რომ სასკოლო მზაობა სწორედ არის ფსიქოემოციური მზაობა სკოლის მიმართ. არა ის მაგალითად მეტყველება როგორ არის განვითარებული და თულა ბავშვმა იცის თუ არა და რამდენიმე ლექსები რაც იძახის თუ არა, არამედ აი ფსიქოემოციური მზაობა სკოლის მიმართ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური ისტორიების შედგენა და ბავშვისთვის გაცნობა, საკომუნიკაციო პასპორტის მომზადება ბავშვის შესახებ და ერთ-ერთი მე არ შევჩერდები ახლა საკომუნიკაციო პასპორტზე, მაგრამ ერთ-ერთ ჩვენ სახელმძღვანელოში ძალიან დეტალურად არის ეს განხილული და ცალკე რესურსიც არის ვებგვერდზე Inclusion-G და წაგახალისებთ, რომ ნახოთ იგი და ნუ რასაკვირველია ტრანზიციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, ანუ აი თუ კი არსებობს ინფორმაცია ბავშვის შესახებ და როგორც წესი ბაღი ატანს ხოლმე ინფორმაციას და პორტფოლიოს მშობელს ბაღიდან სკოლაში და სკოლებს მოუწოდებ, რომ ეს პორტფოლიოები ამ პორტფოლიოებს გაეცნოს. აქვე უბრალოდ იმასაც ვიტყვი, რომ ხო, ეს არის პასპორტის მოკლე აღწერილობა, სოციალური ისტორიის მოკლე აღწერილობა. აქვე ვიტყვი, რომ მაგალითად, როდესაც სკოლას დასჭირდება ბავშვთან პირველი შეხვედრა, აი ჩემთვის იყო ესეთი ძალიან საგულისხმო, როდესაც აი ამაზე ვსაუბრობდი სწორედ ერთ-ერთი ტრენინგის დროს, ერთ-ერთი სპეცმასწავლებელი მე თითქოს აი აღმოჩენა გააკეთა, რომ გასაგებიაო, ესე იგი ჩვენ უნდა ადრე შევხვდეთ ბავშვს და მშობელს, რომ შევაფასო თუ არა ბავშვი, ესე იგი ამიტომ მოხდა ბავშვის ადრეული დარეგისტრირება სკოლაშიო და აი აქ კი მინდა ხაზგასმით თქვა, რომ ეს ადრეული კავშირი სკოლასა და ბავშვს შორის, მასწავლებელს, სპეცმასწავლებელსა და ბავშვს შორის არა იმიტომ უნდა მოხდეს, რომ ბავშვი შეაფასოთ, არა, ბავშვი უნდა გაიცნოთ. აი ეს არის ჩემთვის საკვანძო, რომ ბავშვთან ადრეული კონტაქტი არა შეფასების, არამედ გაცნობის მიზნით. შეფასება გადავდოთ მერე. შეფასებას გააკეთებს თქვენი საკონსულტაციო შეფასების გუნდი, შეფასებას მერე გააკეთებს სპეცმასწავლებელი და მასწავლებელი, მაგრამ თქვენ აი ეს პირველი პერიოდი გამოიყენეთ ბავშვის გასაცნობად. გასაცნობას რა თვალსაზრისით, რა მოსწონს, რა არ მოსწონს, რა აშინებს, რა ხიბლავს, რა იპყრობს ყურადღებას, რა იწვევს ინტერესს, რისგან უნდა გაქცევა, რა აღიზიანებს და ასე შემდეგ. ხო, აი ეს არის გაცნობა. და ეს პირველი შეხვედრები ბავშვთან ამისთვის გამოიყენეთ და მერე უკვე მისი კოგნიტური ნატიფი თუ რთული მოტორიკები
შეაფასეთ მოგვიანებით, ხო? აი სწორედ როდესაც ბავშვი დამშვიდდება და თავის ყველა უნარს კარგად წარმოაჩენს. ესეც იყოს აი ესე მოკლედ ხო, კარგი არის ის, რომ რასაკვირველია, აი ეს ამდენი რამე რომ უნდა მოგვარდეს, ხო? სასურველი არის, რომ სკოლას დიახაც ყავდეს ტრანზიციაზე პასუხისმგებელი პირი. ეს შეიძლება იყოს ადმინისტრაციის წევრი და შეიძლება მაგალითად საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მიმართებაში შეიძლება იყოს სპეცმასწავლებელიც, რომელიც უგეგმავს მას ტრანზიციას, თუმცა ვისურვებდი, რომ ტრანზიციაში ყოველ თავის კლასთან მიმართებაში ჩართული იყოს დამრიგებელი. დამრიგებელი არის სწორედ პასუხისმგებელი აი ამ ბავშვების ტრანზიციის მხარდაჭერაზე, ვინც ახლა სკოლაში შემოდიან. რასაკვირველია, გლობალური საკითხების მოსაგვარებლად სკოლაც ჩართული არის და მას შეიძლება ჰყავდეს ადმინისტრაციიდან პასუხისმგებელი პირი განსაზღვრული. ახლა დაგვჭა ცოტა დრო, სანამ შეკითხების დრო დადგება და უკვე გადავალ პროფესიული განათლების სისტემაში ტრანზიციაზე, ხო? ფაქტიურად ბევრი რაღაცა, რაც ჩვენ უკვე ვთქვით, უკვე ასე თქვათ მიხვდებოდით, რომ აბსოლუტურად რელევანტური არის პროფესიული განათლების სისტემისთვისაც. უბრალოდ ამ შემთხვევაში სკოლა ხდება გამშვები დაწესებულება და მაშინ სადამე სკოლა იწყებს უკვე მოზარდის მომზადებას, რომ აი შენი მიმდინარე ეტაპი სრულდება. და სკოლა უკვე მას ეხმარება აი ამ დასრულებულობის განცდის ფორმირებაში და მზაობის შექმნაში სიახლის მიმართ. და მხარს უჭერს მოზარდს თვითგამორკვევაში, რა შეიძლება მაინტერესებდეს მე. იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა რომ რაღაცნაირად ესეთი თავისუფარ ცურვაში ან თუ გნებავთ ვარდნაში გავუშვათ ბავშვი, ხო? უნდა ჩვენ ბავშვი გადავაბაროთ რაღაც ახალ სისტემას და უნდა ვიცოდეთ რომ ბავშვს აინტერესებს ის, სადაც ხდება მისი გადასვლა. შეიძლება თქვა სკოლიდან წასვლის შემდეგ ბავშვი წავიდეს დასაქმების ადგილას, შეიძლება წავიდეს პროფესიული განათლების სისტემაში, შეიძლება წავიდეს უმაღლესი განათლების სისტემაში, შეიძლება არცადაც არ წავიდეს, თქვა რომ ცოტა ხანი მე მინდა თვითგამორკვევისთვის, მოგზაურობისთვისაც შეიძლება, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ეს უნდა იყოს, ასე თქვა, მხარდაჭერილი გადაწყვეტილება, ინფორმირებული გადაწყვეტილება, ცხოვრების ეს ეტაპი რო სრულდება, რისი გაკეთება მინდა მე. და რასაკვირველია, თუ კი ვსაუბრობთ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებზე, მივხვდებით, რომ ეს არ არის ადვილი პროცესი, ეს ყველა ბავშვისთვის არის რთული, ამიტომ არის მოზარდობის ასაკში, რომ ხან ერთი რამ მინდა, ხან მეორე რამე მინდა, ხან მესამე, ეს ბუნებრივია, ეს გარდაუვალია და სწორედ ეს არის, რომ ბავშვს პირიქით მრავალფეროვანი ინფორმაციები მივცეთ, ჯერ გავუფართოვოთ სამყაროზე წარმოდგენები და მერე მხარდაჭერა გავუწიოთ, რომ მან დავიწროვოს თავის არჩევანი. ეს არის იდეალური, ასე ვთქვათ, მხარდაჭერა ბავშვის მიმართ, რომელსაც უწევს სკოლის სივრცის დატოვება. ჯერ გაფართოვება წარმოდგენების და შემდეგ მხარდაჭერა მათ დავიწროვებაში, იმიტომ რომ ბავშვებს შეიძლება ძალიან ღარიბი წარმოდგენები ჰქონდეს, რა შესაძლებლობები არსებობს. განსაკუთრებით შეიძლება ეს იყოს, მე არ მინდა რაღაცა სტერეოტიპული ხედვით და სტერეოტიპული განაცხადი გავაკეთო, მაგრამ შეიძლება რეგიონებში ბავშვებს ჰქონდეთ გარკვეული წარმოდგენები გასაფართოვებელი, ოღონდ არ ჩამითვალოთ ძალიან სტერეოტიპულ განცხადებად. ხო, აქაც იგივე ფორმულა მუშაობს, რომ მანამდე უნდა დავიწყოთ მზადება, სანამ ცხოვრების მიმდინარე ეტაპი სრულდება. ეს უნდა გამოვიყენოთ და შეიძლება იყოს მაგალითად თუ ბავშვი საშუალო განათლებასაც სრულად ასრულებს, საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ უკვე დავიწყოთ ტრანზიციისთვის მომზადება. თუ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ საბაზო საფეხურის შემდეგ ბავშვი გადის სკოლიდან, მით უმეტეს უკვე ბევრად ადრე, აი მე-9 კლასის ბოლოდან, მე-9 კლასის დასაწყისიდან და მე-8 კლასის ბოლოდან უკვე შეიძლება დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რომ აი სად მიდიხარ, ხო, ამ საფეხურის დასრულების შემდეგ. ანუ თვითგამორკვევა, ინტერესების გამოვლენა, გაფართოვება და მომზადება.
ამ შემთხვევაშიც ტრანზიციის მხარდამჭერი რასაკვირველია არის მშობელი, სპეციალური მომსახურებიდან წარმომადგენელი თუ ბავშვი რამე ამ სამსახურის მიმღები არის, სპეცმასწავლებელი სკოლიდან დამბრიგებელი, შეიძლება სკოლას უკვე ჰყავდეს ტრანზიციაზე პასუხისმგებელი პირი, ან შეიძლება სკოლაში უკვე ინტეგრირებული იყოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. ეს მაშინ ძალიან კარგი შესაძლებლობა არის ბევრი ბავშვისთვის, რომ დაფიქრდეს მე სამომავლოდ მინდა აკადემიური განათლება თუ პროფესიული განათლება. და ძალიან კარგი შესაძლებლობა არის, რომ სწორედ მოსინჯოს და ცოცხალი გამოცდილება მიიღოს პროფესიული საქმიანობების მიმართ. და რასაკვირველია, ტრანზიციის მხარდამჭერი შეიძლება იყოს სწორედ გუნდი პროფესიული კოლეჯიდან, რომელიც თვითონ სკოლის სისტემის მიღმა არის და აქ ისევ და ისევ გადამწყვეტი არის სწორი კავშირი სკოლასა და პროფესიულ სასწავლებელს შორის. როგორც სკოლაში ტრანზიციის შემთხვევაში უმნიშვნელოვანესი იქნებოდა კავშირი სერვის, მაგალითად, ადრეული განვითარების პროგრამის წარმომადგენელს, დღის ცენტრის წარმომადგენელს შორის და სკოლას შორის, რომ ეს ბავშვის შესახებ ინფორმაციის გაცვლა მოხდეს, აქაც მოზარდის შესახებ რომ ინფორმაციის გაცვლა მოხდეს, ძალიან მნიშვნელოვანია კავშირი პროფესიულ კოლეჯთან. აქ სკოლიდან ტრანზიციაზე, როგორც გითხარით, გვიწყობს ხელს ჩანაწერი, რომელიც მინისტრის მიერ დამტკიცებულ მე-16 ბრძანებაში არის, ხო? ეს არის ბავშვის საჭიროებებზე მორგებული პროცესი, რომელიც გულისხმობს სხვა სკოლაში ან განათლების შემდეგ საფეხურზე ან ცხოვრების შემდეგ ეტაპზე გადასვლას. აქ რასაკვირველია, მთელ რიგ შეკითხვებზე უნდა ვაპოვნინოთ ბავშვს პასუხი და აქაც წამყვანი როლი შეიძლება სპეცმასწავლებელს ყავდეს, თუ კი სკოლაში სხვა უფრო ამ სფეროსთან დაახლოებული კადრი არ არსებობს. თუ კი ეს ყავს, ესე ვთქვათ, მოხერხებული სპეცმასწავლებელი და კარგი პარტნიორობა არსებობს უკვე დამყარებული პროფესიულ კოლეჯთან, რასაკვირველია, აქ წამყვანი იქნება პროფესიული კოლეჯის ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტი, რომელიც ჩართული იქნება, რომ გაუფართოვოს მოზარდს წარმოდგენები. ხო, და რეალურად აჩვენოს ის მრავალფეროვანი შესაძლებლობები, რომელიც შეიძლება პროფესიულ კოლეჯში არსებობდეს, ხო? თუ კი უახლოესი პროფესიული კოლეჯი ვთქვათ არ არსებობს, მაშინ უკვე სკოლას მოუწევს თავისი რესურსების მობილიზება და გაჩვენებთ რამდენიმე საინტერესო რესურსს, რომელიც დაეხმარება მოზარდს აი ამ წარმოდგენების გაფართოვებაში. თუმცა ახლა არსებობს იმდენი აუდიო, ვიდეო რესურსი ინტერნეტში შეიძლება მოვიძიოთ, რომ აი დავაფიქროთ მოზარდი რისი გაკეთება მინდა მე. ხო, რასაკვირველია, თუ კი ვთქვათ, საკითხი ეხება სკოლის შემდეგ პროფესიული განათლებაში გადანაცვლებას, აქ უნდა დასჭირდება მოზარდს იდეალურ შემთხვევაში გაიაროს პროფესიული ორიენტაცია, ხო? და აქ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან და მოზარდებთან მიმართებაში უამრავი მოდალობის გამოყენება შეიძლება დაგჭირდეს, ხო, რომ პირველი მივიღო ინფორმაცია ვერბალურად პროფესიების შესახებ. ვთქვათ, მარტივია, ხო, ყველაზე ნაკლებად ლოჯისტიკურად მარტივია, მთავარი არის პასუხისმგებელმა პირმა კარგი რესურსები მოიძიოს. შეიძლება დაიგეგმოს შეხვედრა პროფესიის წარმომადგენელთან, ხო, ანუ რეალურად, ვიზუალურად ნახოს, მოისმინოს ცოცხალი ისტორიები უკვე ამ ადამიანისგან, რომელიც ამ პროფესიას წარმოადგენს, იმიტომ რომ სპეცმასწავლებელი ამ პროფესიას არ წარმოადგენს, ხო? ის უყვება პროფესიაზე, რაც მან იცის. აქ ადამიანი თავის ცოცხალ გამოცდილებას აზიარებს. რასაკვირველია, კიდევ უფრო გააცოცხლებს წარმოდგენებს, თუ კი ჩვენ მას ვიდეო და აუდიო ინფორმაციასაც მივაწვით, ხო? იმიტომ რომ რეალურად დაინახავს. სად როცა კი ბატონო, კარგი მცხოვრებელი მე მიყვება როგორ აცხობს ტორტებს, მაგრამ სად როდესაც ვიდეოზე ვნახავ როგორ ხდება ტორტის გამოცხობა. ხო, ანუ ნახეთ, მულტიმოდალურად, სხვადასხვა მეთოდებით, შესაძლებლობების გამოყენებით, აი ვქმნი წარმოდგენას პროფესიების შესახებ. რასაკვირველია, კიდევ უფრო პროგრესული და უკეთესი მიდგომა იქნება, თუ კი რეალურ გარემოში, კოლეჯში ან დასაქმების ადგილას შეძლებს ბავშვი დააკვირდეს, ხო, რომ რა
შესაძლებლობები არსებობს. და კიდევ უკეთესი იქნება თუ თავადაც გამოცდის ამ ყველაფერს. ხედავთ, მთავარი არის რომ აქ ეს ყველაფერი დავუგეგმოთ და შევთავაზოთ მოსწავლეს. მოზარდს. და რაც თავარია, არა მხოლოდ ერთი მიმართულებით, არამედ რამდენიმე მიმართულებით, მაინც რომ აი აქედან აარჩიოს მან. და მაინც გეუბნებით, რომ შეიძლება ისევ და ისევ რაღაც ეტაპზე მან თქვას, რომ ეს არ მინდა, ეს დომებია და ესეც სინამდვილეში არ ჩათვალოთ, რომ თქვენ წყალში ჩაგეყარათ მთელი ეს ჯაფა და დახარჯული ძალისხმევა, თქვენ თქვენი ფუნქცია შეასრულეთ. მოზარდმა მიიღო, გაიმდიდრა თავისი გამოცდილება და დიახ, შემდეგ საფუძველზე მან მიიღო სრულიად ინფორმირებული გადაწყვეტილება, რომ ეს ის არ არის, რაც მე მდომებია. ხო, ეს ძალიან ბუნებრივი არის. ხო, საქართველოში რამდენიმე საინტერესო რესურსი არის შექმნილი, მაგალითად დაუნის სინდრომის ასოციაციის მიერ შექმნილი წარმოდგენების გაფართოებისთვის სხვადასხვა პროფესიების შესახებ ხდება, თქვათ, წარმოდგენა როგორც აკადემიური პროგრამების წარმომადგენლების, ისე პროფესიული პროგრამების წარმომადგენლების, მაგრამ ნახეთ, აქ მნიშვნელოვანი არის სინამდვილეში მოზარდს გავაცნოთ არა მარტო პროფესიები, არამედ სინამდვილეში იმ პროფესიული კოლეჯის გარემოც, ხო? მაგალითად, მე შეიძლება გადაწყვეტო, რომ მინდა კონდიტერია ან კულინარია, ხო, მზარეული მინდა გამოვიდე, მაგრამ შეიძლება ჩემი არჩევანი ძალიან განაპირობებს პროფესიული კოლეჯის ერთმა ან მეორე გარემო. ხედავთ, აქ ესე იგი არა მარტო სასწავლო პროგრამა უნდა გავაცნოთ მოზარდს, არამედ თვითონ საგანმანათლებლო გარემოც უნდა გავაცნოთ, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რეალურ დასაქმების ადგილას ვაშვენოთ ბავშვს როგორი არის ეს პროფესია, იმიტომ რომ ის როგორც მას მოუწევს ამ პროფესიული აქტივობების შესრულება კოლეჯში რეალურად განსხვავდება, რაც მოუწევს შემდეგ მას რეალურ დასაქმების ადგილას. ხო, ამიტომ ესეთი მთელი სპექტრი უნდა მიიღოს იდეალურ შემთხვევაში მოზარდმა გამოცდილებებისა. რასაკვირველია, ამ ყველაფრის დაგეგმვის საუკეთესო რესურსი არსებობს თვითონ პროფესიულ კოლეჯში, ამიტომ ვიძახით, რომ გადამწყვეტი არის კავშირის დამყარება პროფესიულ კოლეჯთან და პროფესიული კოლეჯები ასევე როგორც მიმღები დაწესებულებები ხშირად გადიან ტრენინგებს და მათ როგორც წესი იციან საუკეთესოდ იციან რას ნიშნავს პროფესიული ორიენტაცია და როგორ უნდა დაუგეგმონ მოზარდს ტრანზიციის პროცესი სკოლიდან კოლეჯში და აქ უკვე თქვენზე იქნება შემდეგ როგორ საუკეთესოდ გადასცემთ თქვენ როგორც სკოლა ინფორმაციას კოლეჯს სტუდენტის შესახებ, ხო? მისი ძლიერი მხარეები, მისი საჭიროებები, რა შეძლო, რა უჭირს, რის მიმართ აქვს განსაკუთრებული ინტერესი, რა თავისებურებები აქვს, რა სტრატეგიები მუშაობს წარმატებით, რა სტრატეგიები არის წარუმატებელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ ისევ რესურსებს რო დაუბრუნდეთ, გაკეთებული არის ასევე პროფესიების ბარათები, რომელიც ესე მოკლედ ხსნის მაგალითად პროფესიული პროგრამებზე ინფორმაციას, დაშვების წინაპირობა, რისიკეთება უწევს ამ პროფესიის ადამიანს, დასაქმების შესაძლებლობები, რა უნარები არის ამ პროფესიული აქტივობის დროს წამყვანი და ასე შემდეგ. ანუ ეს რესურსის არსებობს და სკოლებს წავახალისებდი, რომ ეს რესურსი ჰქონდეთ მათ. ხო, რაც თავარია არის საგანმანათლებლო საჭიროების შემთხვევაში, ხო, ვიცით, ერთჯერ ნათქვამი შეიძლება არ იყოს საკმარისი. საჭირო არის ინფორმაციის მრავალჯერადი მიწოდება, ინფორმაციის მულტიმოდალური გზით მიწოდებულ ინფორმაციაზე განმეორებითი და რეგულარული რეფლექსი. ასევე აქაც შეიძლება სოციალური ისტორიების შექმნა, ხო? და ამ გზით მოზარდის მომზადება, რომ ცხოვრების ეს ეტაპი სრულდება, გადავდივარ ცხოვრების ახალ ეტაპზე და უამრავი თემატური ფოკუსი შეიძლება ჰქონდეს ამ სოციალურ ისტორიებს და სხვადასხვანაირად შეიძლება დავასავთავროთ და თქვენ ხედავთ აქ ამ ალტერნატივებს. ხო, როგორც ვთქვით, თანამშრომლობა, კავშირი გადამწყვეტი არის მიმღებ და გამშვებ დაწესებულებას შორის.
სკოლიდან სპეცმასწავლებელი, ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტის დიალოგი. მაგრამ იმისათვის, რომ მათი დიალოგი შედგეს, ხო, დამეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადმინისტრაციის დონეზე დიალოგის შედგეს, ხო, იმიტომ რომ აქ უნდა ორივე დაწესებულების კარი იყოს ღია. ხო, რომ ეს გუნდი მოვიდა აქეთ, მეორე გუნდი წავიდა იქით, ხო? აი ეს შეთანხმებები, ღია კარის დღეები როდის იგეგმება? ყველა მოსწავლესთვის, ხო და ეს შეიძლება იყოს მაგალითად ტრანზიციის პროგრამის ნაწილი, ხო რომ ყველა დამამთავრებელი კლასის მოსწავლე მიიდის პროფესიულ სასწავლებელში. მაგრამ ვიღაცა კონკრეტული ბავშვებისთვის შეიძლება იგეგმებოდეს კიდევ დამატებითი ინდივიდუალური ვიზიტები, ხო? შეზღუდული შესაძლებლობის ან საგანმანათლებლო საჭიროების შემთხვევაში. ამიტომ დიალოგი გვჭირდება ყველა ეტაპზე და ჩვენ ეს ჩვენს გზამკვლევებზეც ხშირად გვაქვს ხაზგასმული, ხო, რომ სინამდვილეში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ ზედარგოლზე იყოს დიალოგი და შემდეგ უკვე ეს ამარტივებს ქვედა დონეზე დიალოგს. ხო, პროფესიული კოლეჯების თვითონ მათ აქვს თავიანთი გაწერილი ფუნქცია მოვალეობები, ისინი ახორციელებენ პროფესიულ ორიენტაციას, თვითონ შეიძლება გადაიბარონ უკვე პროფესიული ორიენტაციისთვის მოზარდი და სპეცმასწავლებელი სკოლიდან სულაც არ იყოს ჩართული და აი მთელი ეს გზა, რომელიც ამ სლაიდზე არის წარმოდგენილი, თავად მიაწოდოს პროფესიულმა კოლეჯმა და უბრალოდ სკოლამ უნდა იცოდეს, რომ აქვს თუ არა კოლეჯს ეს რესურსი, ხო, რომ თვითონ გაატაროს ამ პროცესში მოზარდი და შემდეგ უკვე აპლიკანტი. ხო, თავარი არის უკვე ეს ძირითადი პროფესიული ორიენტაციის ამოცანები, რა არსებობს, რა მაინტერესებს, რა გამომდის, ხო, თვითრეფლექსია. რაღაცეები მოვცადე, სად ვიყავი უფრო წარმატებული, რა უფრო მომეწონა, რომელ გარემოში მირჩევნია, აქ ამ მისამართზე თუ იქ იმ მისამართზე, პირობითად ვიძახი და უტრირებულად და რა მხარდამჭერა მჭირდება. აი სკოლამ უნდა უთხრას მაგალითად კოლეჯს იდეალურ შემთხვევაში რა მხარდაჭერა სჭირდება მოზარდს და იქაც დასჭირდება პროფესიულ კოლეჯს მომზადება და თავისი რესურსების და სერვისების შეთავაზება და რაც თავარია საბედნიეროდ კოლეჯს აქვს მთელი რიგი მხარდამჭერი მექანიზმები და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამის შესახებაც ჰქონდეს სკოლას ინფორმაცია და ესეთი საინფორმაციო სამახსოვროებს მაგალითად უმზადებდეს მშობელს მოზარდს აი იმ სერვისებზე რომელიც მას მაგალითად პროფესიულ კოლეჯში დახვდება. ნუ საბაზო ინფორმაცია არის ის, რომ მას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აპლიკანტები არ შედიან კონკურენციაში სხვა აპლიკანტებთან, მათთვის ყოველთვის არის კვოტა, ისინი პროფესიული მოსინჯვის გზით ერთვებიან სასწავლებელში, ამას მათთვის ინდივიდუალურად პროფესიული კოლეჯი დაგეგმავს. და თავარი არის ის, რომ კოლეჯმა ეს პროცესი კარგად დაგეგმოს, მან კარგად იცოდეს აპლიკანტის საჭიროებების შესახებ და ეს ინფორმაციის გადაბარებაში, გარდა იმისა, რომ მოზარდი თავის შეფასებას იქ გაივლის, თქვენ შეიძლება საკვანძო ინფორმაციის მატარებელი იყოთ, იმიტომ რომ ხშირად კოლეჯები ინდივიდუალურ სასწავლო გეგმებსაც შეიძლება ითხოვდნენ. ხედავ უკვე, რომ ბევრი ხელი აიწია, ვატყობ, რომ უნდა დავასრულო. გასაკვირველია, იქაც სწავლა მიმდინარეობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის საფუძველზე და აქ უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რომ პროფესიულ სასწავლებელს აქვს ესეთი მიდგომა პროფესიული განათლების სისტემას, რომ თუ სასწავლება ინდივიდუალური სასწავლო გეგმით მიმდინარეობს, დიპლომი გაიცემა მხოლოდ ყველა სწავლის შედეგის დადასტურების შემთხვევაში. აქ ძალიან მკაცრი რეგულაციები არსებობს, რომელზეც ასევე ინფორმაცია უნდა პირველივე დღიდან მივაწოდოთ მშობელსაც და მოზარდს, რომ შემდეგ არ იყოს გაუგებრობები. ერთი სიტყვით, აი აქ დავასრულებ მე. ეს არის სინამდვილეში 2 სამდღიანი ტრენინგის თემა, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ ცალკე ტრანზიცია სკოლაში და ცალკე ტრანზიცია პროფესიულ სასწავლებელში, მაგრამ იმედი მაქვს რაღაცა პირველადი ინფორმაცია მაინც მოვასწარით და დანარჩენს უკვე თქვენ შეკითხვებს მოვისმენთ. უხმესი მადლობა მაიკოს, საკმაოდ დამამწურავი ინფორმაცია იყო და საინტერესო და ამასთანავე საჭირო, იმიტომ რომ ახლა გვაქვს ნამდვილად დრო, რომ უფრო კარგად მოვემზადოთ პირველ კლასებების დასახვედრად სკოლაში და ასევე წინასწარ დავგეგმოთ უკვე თუ რას ვაკეთებთ იმ მოსწავლეებთან, რომლებიც სკოლიდან პროფესიულ სასწავლებლებში გადადიან და მათაც თუნდაც სექტემბრიდან უკვე მომზადებული დავხდეთ სასკოლო სივრცეში.